ქუთაისში იოსელიანის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისას მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს. საქმის მოკვლევა აქვს დაწყებული შრომის ინსპექციას უწყების გადაწყვეტილებით ობიექტს სამუშაო პროცესი შეუჩერდა. იოსელიანის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსს სამშენებლო კომპანია მაუდი რეზიდენცია შენებს. შპს გრადუს გრუპ მაუდი სამეწარმეო რეესტრში 2002 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე გოჩა ალანია. წილებს კი სრულად ფლობს შპს გრადუს ჰოლდინგი, რომელიც ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. კომპანიის დირექტორი ასევე საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე იოსებ ბობოხიძეა. აღსანიშნავია, რომ ბობოხიძე კომპანიაში 75%-იან წილს ფლობს, დარჩენილი 25%-იანი წილის მესაკუთრე კი გოჩა ალანია. სწობისათვის გუშინ იოსელიანის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობისას, სადაც ბეტონის ჩასხმა მიმდინარეობდა, ერთი დასაქმებული დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბეტონის დასხმის დროს რკინის კონსტრუქცია ჩამოინგრა, რის შედეგადაც მუშა მის ქვეშ მოჰყვა. გარდაცვლილია 30 წლამდე მამაკაცი. ნასვა მამაკაც, რომელმაც დედაშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, 225 ვიდეო ჯარიმა ჰქონდა, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე. ამის შესახებ საქმის პროკურორმა შორენამ გალობლიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იმ პერიოდში, როდესაც გორის ცენტრში მანქანით დედაშვილს დაეჯახა, ბრალდებული მართვის მოწმობით სარგებლობდა და არ ჰქონდა ჩამორთმეული. გორის სასამართლომ 1991 წელს დაბადებულ ბრალდებულ რევაზ ელიზბარაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ მას ბრალი 276 მუხლის მეცხრე ნაწილით წარუდგინა. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც სასჯელის სახით და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რევაზ ელიზბარაშვილს აღკვეთქონის ძების სახით შეეფარდა პატიმრობა. მას ბრალი აქვს წარდგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეცხრე ნაწილით. აღნიშნული სანქციის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12 წლამდე ვადით. ბრალდების ხარი უთხოვდა პატიმრობას და მოთხოვნილი აღკვეთქონის ძება პატიმრობა დაკმაყოფილდა. სასამართლოზე განაცხადეთ, რომ მთლიანად სამართალ ადმინისტრაციული დარღვევა ჰქონდა 225 ჯარიმა და აქედან სიჩქარის გადაჭარბებისთვის, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებისთვისაც მთლიანობაში მას ჰქონდა ჯარიმების დაახლოებით 200 ჯარიმაზე მეტი ჰქონდა მას მთლიანობაში. ამავე დროს აღნიშნული ჯარიმებიდან იყო ჯარიმების სიჩქარის გადაჭარბებისთვისაც. ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რომელიც გორის ცენტრში მოხდა, ტელეკომპანია თრიალეთი ახალ კადრებს აქვეყნებს. ირკვევა, რომ რეზი ელიზბარაშვილთან ერთად ავტომობილში კიდევ მინიმუმ 2 პირი იჯდა. არსებული ინფორმაციით ისინი არასრულწლოვნები არიან. კადრებში ჩანს, როგორ გადმოდის ავტომობილიდან სავარაუდო მძღოლი და კიდევ 2 ადამიანი. გარდაცვლილების ოჯახი უმკაცრეს განაჩენს ითხოვს. ამბობს, რომ ყველა გარემოებების გათვალისწინებით სასჯელი ადეკვატური უნდა იყოს. აღუპული დედაშვილის ოჯახის წევრი საზოგადოებას გვერდში დგომისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში მსგავსი ტრაგედიები ასე მასობრივად არ ხდებოდეს. მე ვიხორი, კანონი უნდა გამკაცდეს, აუცილებლად საზოგადოების მხარდაჭერას ვიხორ, რომ სხვა აღარ დაიღუპოს ესე და არ გამწარდეს. ჩვენ ერთად უნდა გავერთიადეთ 5300 ადამიანი ბრძოლებში არ აკვდებოდა ხალხო და როგორ შეიძლება მშვიდობიანის პერიოდში გინდა ავტომატ გადაკიდებულს გინდა და გინდა არა გასაშლელი დასაკეთი დანაროგია და 2 წელია ისე იმაზე და თვალი რო ჯდება და ნარკომანი რო ჯდება, როდემდე უნდა ხოცო ხალხი, როდემდე სხვისი გაზგირი შვილები, როდი ახლა გაამკაცრეს კანონი ხალხო და მუდადი ხართ ესეთი აწყვეტილები, მუდადი ხართ. სობისათვის 2026 წლის 13 ივლისს ღამის საათებში გორში ბრალდებულმა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომობილს, მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია და ქვეითად მოძრავ დედაშვილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორივე დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა. აჭარაში ინტერპოლის წითელი ციρკულარი ძებნილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული მამაკაცი ტაჯიკეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე ინტერპოლის წითელი ციркуლარით საერთაშორისო დონეზე თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
საქართველოში ტკიპების აქტივობა და მათ მიერ გადატანილი ინფექციების რისკი მკვეთრად იზრდება. სპეციალისტები მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ. ივანე ჩხაიძის განცხადებით მნიშვნელოვანია კანზე ტკიპის დროული აღმოჩენა. მისი თქმით, სექტემბრის ბოლომდე ასევე მატულობს კოღუების, ფუტკრებისა და კრაზანების კბენით გამოწვეული გართულების შემთხვევები. სპეციალისტები მოსახლეობას ბავშვების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ. პარაზიტები ძირითადად ივლისის პერიოდიდან აქტიურდებიან და სექტემბრის ბოლომდე მოქალაქეებს საფრთხეს უქმნიან. მისი ნაკბენის დროს გარკვეული პროცედურებისა და კვლევების ჩატარებაა საჭირო. საფრთხე მაშინ ჩნდება, როცა ტკიპა ადამიანის კანის ქვეშ 48 საათის განმავლობაში და მეტხანს რჩება და მისი მოცილება პირველ 2 საათში არ ხდება. ასეთ დროს გარკვეული ანალიზების აღება და ნაკბენით გამოწვეული გართულებების საპრევენციოდ მედიკამენტების მიღებაა საჭირო. სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს თბილისსა და რეგიონებში ტკიპების აქტიური გავრცელება ფიქსირდება. გამოვლენილია პარაზიტების კბენის და ინტოქსიკაციის არაერთი შემთხვევა. ბავშვი უნდა კონდეთ, რომ ბავშვი უნდა იყოს დაცული. ბავშვის დაცვაში პირველ რიგში გულისხმობთ კანის დაცვას. კანის დაცვა მაქსიმალურად დაფარული უნდა იყოს ტანსაცმლით. თქვენი კანი უნდა იყოს დათვალიერებული დეტალურად და ბავშვის კანი უნდა იყოს დათვალიერებული დეტალურად. ამის უკან ერთი მარტივი მიზეზი დგას ტკიპა და ჩვენ აქ ისევ და ისევ ბორელიაზე ვლაპარაკობთ. ადამიანის კანთან მიკურის შემდეგ სახიფათო ხდება 24-48 საათიანი პერიოდის გასვლისას. ძირითადი გართულება მეინგოენცეფალიტი, სახსრების ძლიერი ტკივილი, კუნთების ძლიერი ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ტემპერატურა დიდხანს ზელდება. მაშინ როცა ცეირნობთ ბუნებაში ჯობია რომ აირჩიოთ გაკვალული ბილიკები იქ სადაც არ არის ახლომახლოში ბალახი ან არ მოგედებათ ეს ბალახი უშუალოდ თქვენ ტანისამოსზე რაც უფრო დიდი ხანი გაჩერდებათ ტკიპის სხეულის ზედაპირზე მით მეტი არის ინფიცირების რისკი. მოშორება უნდა მოხდეს ფრთხილად პინცეტის საშუალებით რომელიც უნდა ჩაევლოს ტკიპის სხეულს რაც შეიძლება კანთან ახლოს და მკვეთრი ძლიერი მოძრაობით უნდა ამოიწიოს. შემდგომ ხდება კანის დამუშავება ჩვეულებრივი ანტისეპტიური საშუალებით, ან სპირტიანი ხსნარით, ან იოდინოლით, ან შეიძლება საპინთა დაწყლით უბრალოდ. ზოგჯერ ხდება ტკიპას ვერ ამოიღებენ ისე, რომ არ დარჩეს ფეხი ან ხორთუმი. აი თუ ტკიპა მოცილებულია და დარჩა, მას ქირურგიული დამუშავება არ ჭირდება. ორგანიზმი თვითონ გამოდევნის, იმიტომ რომ ქირურგიულად თვითონ იმ ფეხისგან ან ხორთუმისგან ინფექცია არ გადადის, ის ნერწყვისგან გადადის. თქვენიდან განსაკუთრებით 3 დღეში თუ მოხდა ინფიცირება, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს და ინფიცირება რაში გამოიხატება? მაღალი ცხელება და სხვა ცივილები, ინტოქსიკაციური კუნთების ტკივილი.